ამბავმა რომ თაში ხალხი უნდა დაბრუნებულიყო, უნდა აღდგენილიყო სოფლები, ძალიან გაგვახარა. რადგანაც შატილში მაშინ არც ხალხი იყო და არც სკოლა იყო, ჯერ მე გადავედი ბარისახუს სკოლა-ინტერნატში და იქ დავიწყე მოღვაწეობა. სასწავლო ნაწილადაც ვიმუშავე, დირექტორადაც, ბარისახოშიც, იქაც, მაგრამ ბოლოს მასწავლებლად მუშაობდი. მაშინ ბარისახოში საკმაოდ ბევრი ბავშვები იყვნენ, 700-ზე მეტი მოსწავლე ყავდა 92 წელში. მე 91 წლამდე მუშაობდი ბარისახოში და 91 წელში შატილში გავხსენით სკოლა. ძირითადი კონტინენტი იყო მიღმახევის სოფლებიდან. მანამდე ბარისახოში გადმოდიოდნენ და ძალიან რთული იყო მშობლებისთვისაც და მათთვისაც მთელი ზამთარი არაფერი იცოდნენ ამ ბავშვების შესახებ. და ახლა შატილში გავხსენით სკოლა და ეს ბავშვები სულ ყველა მოვიდა შატილის სკოლაში. თითქმის 40-ზე მეტი ბავშვი მოგროვდა. მასწავლებლებიც დაკომპლექტდა კარგად. იყო კლასები, სადაც ერთი ბავშვი სწავლობდა, ორი, ან კლასი საერთოდ არ იყო, მაგრამ საშუალო სკოლა იყო. ინტერნატი იყო, ესე იგი სახელმწიფომ დააფინანსა, ადგილზე იყო სასადილო, ცხოვრობდნენ ადგილზე. გერმანელების დახმარებით აგვიშენეს ახალი სკოლა, ძალიან კარგი სკოლა იყო. შიგ იყო ინტერნატიც, მეორე სართულზე მოწყობილი იყო საცხოვრებელი, პირველ სართულზე კლასები, ძალიან კარგი პირობები იყო, მაგრამ პრობლემები იყო მასწავლებლებს, ხან შოულობდით, ხან ვერა. ცდებოდა ზოგჯერ მთელი წელიც. ფიზიკის მასწავლებელი არ აკავდა წლები. აი ეს პრობლემა ყოველთვის იქნება. იქ რო იყოს, ესე იგი, მოსახლეობით სოფლები, ცხოვრობდეს ხალხი, იქ ფიზიკოსიც გაჩნდება და ყველა, მაგრამ არ არის, ესე იგი, ბარიდან უნდა ავიდეს და ყოველთვის ვერ შოულობდით სპეციალისტს. რამდენიმე მასწავლებელი წლების მანძილზე მუშაობდა. მათემატიკოსიც, სხვათა შორის გეოგრაფი იყო ერთი დიდხანს იმუშავა. მათემატიკის მასწავლებელი იყო ქალი, რამდენიმე წელი იყო. კი. ახლა იქ მუშაობა მასწავლებლის სულ ადვილი. ება ერთი ბავშვი რო გიზის კლასში, არაფერი პრობლემა არ გაქვს. 3, გინდა 4. აჰა, თითქმის ირაკლის და გიგის კლასი იყო 5 ბავშვი მეტი არ ყოფილა თითქმის ვაგდენი ბავშვები. ბოლოს თითოეულა იყო და ჩამოსული მასწავლებლისთვის მუშაობა იყო არაფერი, ადვილზე ადვილი. საცხოვრებლად უხდიდა სახელმწიფო და უქირავებდა და პირობები ძალიან კარგი იყო ჩამოსული მასწავლებლისთვის. ხელფასით მაღალი ჰქონდათ და საყოფაცხოვრებო იმისთვის შეშის იმის ყველაფერს უხდიდა სახელმწიფო. ამიტომ არ იყვნენ უკმაყოფილოები. ჩამოსულებს ჩვენთან შედარებით ორმაგი ხელფასი ჰქონდათ, თუ სამმაგიც არა. გამოდიოდნენ, მაგრამ აბა რომ ბავშვი რო არ არის, მასწავლებელი რაღაცა ჭიროა. ერთი პერიოდი შატილში 19 ოჯახი მოგროვდა, რომელიც ზამთარ ზაფხულ ცხოვრობდა. მაგრამ ყველა ის ღონისძიება, რაც გატარდა, რაც გვეგონა რომ გაგრძელდებოდა ასე, მოემატებდა მოსწავლეების რიცხვის მოსახლეობისას, დაბრუნდებოდნენ, ასე ისე ერთი პერიოდი თითქოს იყო ამის მონაცემები, მაგრამ არ განხორციელდა ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო, იმიტომ რომ იქ ადგილზე ძალიან ბევრი პრობლემა იჩენს თავს.
აი მაგალითად უცბად შუა ზამთარში შეიძლება დენი გაფუჭდეს და 1000 რაღაცისთვის არის ეს ძალიან დიდი დაბრკოლება რა. მით უმეტეს როცა ინტერნატია. ამიტომ აუცილებელი იყო რაღაც ძველი დროის ხელის ლამპები მოგვინახა და ისინი აგვენთო ბავშვები თანდათან იკლო ბავშვების რაოდენობამ ახალგაზრდები, ახალდაქორწინებულები წამოვიდნენ ბარში. აღმოჩნდა რომ ის რაც ახალგაზრდებსთვის საინტერესო იყო რომ დაუშვათ იქ ეცხოვრათ არ მოგვარდა ის საკითხები საერთო განათლებისთვის სხვანაირი სკოლა იყო საჭირო ისე რომ მე 2016-მდე ვიმუშავე და მე რომ წამოვედი უკვე თითო როლა ბავშვი იყო კლასში და ამჟამად მგონი ორი ბავშვი ხავს თუ ერთი. იმდენი პრობლემები 2 წელი ხო მეც ვიმუშავე დირექტორად. ესე იგი ისე დავანებე თავი რომ აი გაგონება არ მინდოდა არც დირექტორობის და არც არაფერს. არ იყო ადვილი რა იქ ხელმძღვანელობა. ერთი ჩამოსვლა და იმ საკითხების მოგორებას კიდე 3-ჯერ და 4-ჯერ ჩამოსვლა უნდა და ის 2 წელი ისე გავწვალდი. ერთ რაღაცა საკითხზე უნდა ჩამოსულიყავი, მოგეგვარებინა და არ იყო ადვილი. მით უმეტეს რომ ტრანსპორტი არ დადიოდა მაშინ სახელმწიფო ტრანსპორტი. აი ყველაზე საშინელება რა იყო. ეხლა ზაფხულში დადის და ტურიზმი და რაღაცა და არაფერი არც ზაფხულში და არც მით უმეტეს ზამთარში ხო არ დადეს. მომარაგებელი ჩვენ არ გვეკუთვნოდა და დირექტორს თავად უნდა მოეტანა. აპარეკას თუ ეგრე მოჰქონდა. სპორტული დარბაზი არ იყო, რომ დავუშვათ სპორტში ემეცადინა და ან ზაფხულში კი ბატონო. როცა თოვლი არ იყო ეზოში გაკვეთილები ტარდებოდა, მაგრამ როგორც კი დასთოვდა უკვე ფიზკულტურის გაკვეთილები ვეღარ ტარდებოდა. და ბავშვებს კიდე ყველაზე მეტად მაინც ფიზკულტურის გაკვეთილები მოყვარს. პრობლემები, ვაიმე, პრობლემებს რა გამოლევს. არ ქონდა ექსკურსიები, არ ქონდა რაღაცა დამატებით ბავშვებს განვითარებისთვის. ხო, აი ექსკურსიებიც იმისთვის რომ ან მუზეუმები ენახან, რაღაცა სხვა ისტორიული ადგილები ეგ არ იყო. ინტერნატი იყო, იქ ვერც ფულს ვერ შეაგროვებდი, ბავშვებს არ ჰქონდათ არაფერი. და სკოლასაც ახლა იმდენი ფული არ ჰქონდა, რომ მერე კიდე იმხელა გზაზე გზა მაშინ არ იყო კარგი გზა. არ წამოვიდოდა მანქანა ნორმალური. მოკლედ ექსკურსიები გამორიცხული იყო რა. არ არის კარგი სკოლის საუკეთესო სახე არ არის ინტერნატი. იქ ბავშვები პატარები მოწყვეტილი არიან ოჯახს და დედამამას. ამიტომ ინტერნატი ვერასდროს ვერ იქნება საუკეთესო სკოლისთვის და ბავშვებისთვის. ეს არის იძულებითი ღონისძიება. რაც გინდა იდეალური იყოს ახლა ჩვენთან ბავშვებს თუდად არავინ ექცეოდა, მაგ მხრივ რომ ვთქვათ რომ რაღაცა ბავშვებს რაღაც პრობლემა ჰქონდათ, ეგ გამორიცხული იყო, მაგრამ მაინც ის არის მოზრდილები ხო, მაგრამ ის პატარები მე-6, მე-7 კლასამდე პატარებია და ის ოჯახიდან წამოსული. ხო, ეხლა ბოლო
იმაში შეიძლება ბოლო კლასებში უკვე დიდია და რაღაცა, მაგრამ პატარები ძალიან ცოდო არიან. ჯერ კიდევ 2005 წელში არ იყო მობილური. და დაკავშირება მთელი ზამთარი შეიძლება ისე გასულიყო, რომ ბარისა არაფერი არ გწვდნოდა. ძირითადი პრობლემა არის ის, რომ მთელი ზამთარია ჩაკეტილი და თვითმფრინავის თვეში სამჯერ მოძრაობა ეს აღმოჩნდა უტოპია, იმიტომ რომ ძვირი ჯდება და ხალხი მაგის საფასურს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადაიხდიდა და უფასოდ კიდე არაო სახელმწიფომ. თუმცა იმისთვის რომ რაღაცა შეენარჩუნებინა, კი შეიძლება და უფასოდაც. მაგრამ აი ასეა რა. იკეტება მთელი ზამთარი და 1000 პრობლემა ჩნდება, რა თქმა უნდა. ხო და არ მოუნდათ ასეთ ჩაკეტილში ცხოვრება, ვერ გაამტყუნებ ვერავის. თავიდან თითქოს რაღაცა ის ვეთფრენის დადიოდა უფრო ხშირად მანამდე იყო ეს ხალხი და მერე რომ რაღაც ვეთფრენი იყო წელიწადში ერთხელ და მეტი აღარ იფრინეს. წამოვიდა ყველა, დაიცალა ნელ-ნელა ხელ მეორედ დაიცალა. 19 ოჯახი ზამთარ ზაფხულ იქ საცხოვრებლად შატილში იყო. უნდა იყოს მისვლა-მოსვლა ზამთარ ზაფხულ, თუმცა მაინც უტოპია და არ იქნება არასდროს გზა მთაზე, უნდა იყოს ფრენები რეგულარული და უფასო. რა მოხდა? რა იყო ვითომ რა? ერთი ვეთფრენის გამოყოფა რომ იფრინოს მუდმივად. ზოგი საავადმყოფო უნდა, ზოგი მაშინ ფეხმძიმეები რაღაცა იყო, ეხლა აღარ ამირჩება, იმიტომ რომ ყველა წინ იღებს გადაწყვეტილებას და ითვალისწინებს ყველაფერ მაგასა. რო იყოს მისვლა-მოსვლა რეგულარული, კიდევ იცხოვრებდა ხალხი, მაგრამ ორ კვირაში რო ერთხელაც იყოს, თვეში ორჯერ იყოს ფრენა. ესეც კი საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ხო გეუბნები, ბოლოს წელში ერთხელღა იყო. ისიც ახალწლოდ. აი რომ გადაფრენაში ერთხელ მარტამდე შემოვშითა იქ. მარტამდე ვერ გამოინახა ვეთფრენი რომ გადავეყვანეთ. იმ ერთი ფრენისთვისაც პრობლემა ხდებოდა. სულ ყოველთვის ვიგვიანებდით. ორი კვირა ხო არის იანვრის არ დადეგები. თებერვალშიც ვერ გადავდიოდით. და მარტამდე რჩებოდით ხან. ძალიან სერიოზული და გააზრებული მოქმედებებია საჭირო მთას რომ მიეხედოს და განსაკუთრებით გამორჩეულია აი ხევსურეთი. რა მხრივ ვიცი? აი ახლა მუცოს რო უყურებს ხალხი ვაი როგორი კაი აღადგინეს კოშკები რაღაცა. სოფელი ცხოვრობდა იმ მუცოში. იცი რომ აი ესეთი ვაკე ადგილი არ არსებობს. რო დაფიქრდეს კაცი, როგორ უნდა ეცხოვროთ იქ? აი ესე სუ ის არის იქ გასწრებს სუ ფერდები. არსად არ არის აი ესე რომ ვაკეზე გაიარო მუცოში. აი ესეთ ადგილზე ცხოვრობდა ხალხი. არ არის ეგეთ ადგილზე ცხოვრება ადვილი.
განსაკუთრებით ხევსურეთზე რა მინდა ვთქვა, რომ ძალიან ისეთ ადგილში იყო სოფლები რა, იშვიათი სოფელი იყო, ესე გაშლილ ადგილზე და რაღაცა. აი ახლა იქ რო უყურება თუშეთს და იმას, თვითონ თუნდინ და სვანეთსაც. ისეთ კაი ადგილებშია სოფლები. ხევსურეთის ეგ ფუფუნება არ ჰქონდა. ამიტომ აღდგენაც და რაღაცების გამოსწორებაც ძალიან ძნელია. თუ ისე მოწყობილი იქნება, როგორც აქ არის, აი იმ დიდი აჟიოტაჟისა და იმის შემდეგ, რომ გადახედეს, გადმოხედეს და არაფერი აღარ მოემატა იმას, რომ არც პირობებს და არც იმას და არც ამას, აი ახლა რა მდგომარეობა, მთელი საქართველო აი ეგ თბილისი არის შემოხიზნული. დაქირავებული სახლები, თან ყველაზე იყიდება, ბინები იყიდეს, რაღაცას იმაშრებიან და დარჩა ეს სოფლები. მარტო შატილში კი არ არის და პირიქითში და ხევსურეთში კი არ არის დაცლილი სოფლები. მთელ საქართველოშია სოფლები დაცლილი. საქართველოში, სადაც არც სახლის აშენება აძნელი, არც წყალი ჭირს და არც დენი ჭირს, მაინც ეგ არის, აი სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პირველ რიგში რაღაცა ისეთი პატრიოტული ის, რომ აი საქართველო უნდოდეს, რომ მთელი მთავარი იყოს მოწყობილი და აყვავებული. რატო უნდა გჯობდეს შვეიცარია? რა ჩვენ ნაკლები გვიყვარს ჩვენი სამშობლოდან რაღაცა, მაგრამ გჯობნის, იმიტომ რომ ყველანაირ ადგილზე შეუქმნა პირობები. ყველაფერი გააკეთა. აი ის რა ჩვენ ზღაპარი გონია ხევსურეთში, იმათ იქ გააკეთეს. რომ არსად არც ზავის პრობლემა აქვს და არაფრის პრობლემა. აი ესეთი მთავრობა უნდა ჰყავდეს საქართველოს. მარტო ხევსურეთს კი არა, სულ ყველას სოფელს და იმას უნდა მიხედოს. ისეთი სოფლებია დაცლილი, რომ გული მოგიკვდება სახლები დაცარიელებული. იქ არა აქვს არაფერი დენისა და არაფერი გზების პრობლემა, მაგრამ მაინც იცლება და მოდიან აქეთ. რაღაცა საერთო ის აკლია. გზა არ აქვს წესიერი, წყალი არ არის შემოყვანილი. საქართველოს დიდი პრობლემაა სოფლის ამბავი. ხევსურეთს ვინ იტყვის კაცო აგერ ორნაბიძე გავიდა სოფელში კაციშვილი აღარ ცხოვრობს.